დაახლოებით ახლა 2800 კაცი ყავს მომაგრებული, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მათ მიიღონ უფასო კონსულტაცია, გამოკვლევები უფასო გააკეთონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. რეცეპტურასთან და ამოცანა იყო შეგვეფასებია 1 სექტემბრის შემდგომ რა შეიცვალა როგორ აუდიან, როგორ აგვარებენ პრობლემებს. მე თვითონ დავწმუნდი დღეს იმაში, რომ აქ მართლაც ორგანიზებულად მიდის მუშაობა, მართლა არ არის ის, რომ შეფერხებული იყოს პაციენტების მომსახურება და რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, ამიტომ შევარჩიეთ სტაციონარში ვიზიტი, რომ არის ერთეული შემთხვევა, როდესაც სტაციონარის ექიმი რეცეპტის გამოსაწერად ამისამართებს ოჯახის ექიმთან და ამით ზედმეტ დაბრკოლებას უქმნის პაციენტს. საბედნიეროდ აქ არც ერთი ასეთი შემთხვევა არ არის და მე თვითონ დავწმუნდი, რომ ეს ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული, რაც ძალიან მიხარია. ასე რომ ექნება შეხვედრა უკვე უშუალოდ ჩემ კოლეგებთან და თვითონ დაწესებულების განვითარების გეგმებს და მიმდინარე ცვლილებებს განვიხილავთ დეტალურად. რეცეპტის ინსტიტუტზე გადასვლასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ კონკრეტულად ჩვენს კლინიკაში საყოველთაო ამბულატორიულ მომსახურებაში არანაირი პრობლემა არ ყოფილა პაციენტებს აქვს გარკვეული დრო რომ ისინი როდესაც უნდა მოვიდნენ და მიიღონ შესაბამისი ოჯახის ექიმის მომსახურება აბსოლუტურად არანაირი დაბრკოლება არ არის რეცეპტებთან დაკავშირებით რაც შეეხება თვითონ გრძელვადიან რეცეპტებს ამასთანაც არანაირი პრობლემა არ არის ექიმები აბსოლუტურად კარგად არიან გათვითცნობიერებულები და საერთოდ არ შექმნია პრობლემები იმიტომ რომ ჩვენ გავიარეთ შესაბამისი ტრეინინგები თუ როგორ უნდა მოხდეს რეცეპტის გამოწერა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დღის განმავლობაში დაახლოებით 50-80 პაციენტი მოდის არის მომართვიანობა ისინი არის მათ აქვს თავის საკუთარი დრო, როდესაც უნდა მოვიდნენ და რეცეპტებთან დაკავშირებით საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის და ჩემი აზრით როგორც ექიმის ეს არის ძალიან კარგი რომ რეცეპტის ინსტიტუტი ამუშავდა, რადგანაც ქვეყანაში იყოს უფრო მეტი მაღალკვალიფიციური დიაგნოზი დასმული.